მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, თქვენ ახლა თვალს ადევნებთ სტუდენტების საპროტესტო მსვლელობას, რომელიც ახლახანს დაიწყო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელიდან. კარგად გავშალოთ დროში. შეხედავთ გამოფენილს საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, რომელიც გამოფინეს დღეს გაფიცულმა სტუდენტებმა ბათუმში რუსთაველის ნუგაშინია ძალა ერთობაშია ასეთი ეკონომიკის ჟანრი, რომელმაც ახლახანს დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა ბათუმში. ეს გაფიცული სტუდენტები არიან ბათუმში, რომლებიც აპროტესტებენ არჩევნების გაყალბებას, არჩევნების მიტაცებას და ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას სამართლიან გარემოში, ასევე მთავრობის გადადგომას. მოგესალმებით, ბოდიში. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. მინდა რომ თან გაგესაუბროთ. მოგვიყევით დღევანდელი მსვლელობის შესახებ. როგორია დღეს თქვენი გზავნილები? დღევანდელი ჩვენი გზავნილი არის ისე უწყვეტი, ისე გვინდა რომ ხელახლა ჩატარდეს არჩევნები, ისე გვინდა რომ ის დაჭერილი ხალხი, ვის აქცენტზე დაიჭირეს რეალურად გაათავისუფლონ. და ჩემი რამდენიმე მეგობარი არის დაჭერილი. ერთ-ერთი ასეთი არის ზვიად ცეცხლაძე, დაფიურის წარმომადგენელი. მას 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება სხვათა შორის ზვიად ცეცხლაძის ბათუმელია. თუ ეს მოხდება, დაფიურის დაფუძნებად, რომელიც დააკავეს გუშინ თბილისში. თუ ეს მოხდება, ზვიადი არის ძალიან კარგი პიროვნება. ეროვნული ადამიანია, ეროვნულად აზროვნებს. და თუ ეს მოხდება, რომ ზვიადს დაიჭერენ და 9 წლამდე აღკვეთენ მას თავისუფლებას, აი, პირადად მე აგერ ვამბობ სიტყვას, რომ კარგი ამბები არ დატრიალდება, იმიტომ რომ ზვიადი არის ბათუმელი, აი ღირსეული ბათუმელი არის, რომელიც თავის სიტყვას აჭარულად იტყვის ყოველთვის საქართველოს ისტორიაში. ზვიადმა შექმნა ეს აქციები, იმიტომ რომ თავის დროზე ჩვენ ხედავდით, როდესაც ყველა ჩუმად იყო, როგორ იყო დაფიუნი ჩართული სხვადასხვა თემებში. რა საჩვენებს ეს შემთხვევა, როცა ერთდროულად შევიდნენ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ოფისში, ასევე ამოიღეს აირწინაღები, პიროტექნიკა და განაცხადეს მე რომ აი მზადდებოდა რაღაც ჯგუფური ძალადობა ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორც ჩვენ მოვისმინეთ მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ეს რა საჩვენებს თქვენთვის? დიახ, ეს უკვე ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის ნაცნობი ხელწერა, იმიტომ საქართველოში ასეთი ფაქტი უკვე ჰქონდა, მაგრამ ეხლაც განმეორება ამის არის ყველაზე დიდი შეცდომა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ებრძვით, ეს არის იმის ნიშანი, რომ შენ მიდიხარ დიქტატურისკენ, ავტორიტარიზმისკენ. ვინც ავტორიტარიზმისკენ და დიქტატურისკენ მიდის, ის ჩვენ გვაბრუნებს 90-იან წლებში. 90-იან წლებში, სადაც უკვე არ არსებობდა ფაქტურად ოპოზიცია და ოპოზიციურად, აი ჩვენ ვიცით 7-იანის მოვლენები, რომელიც როდესაც ზვიადისტები დახვრიტეს, აი ზვიადის ხარდამჭერები დახვრიტეს, ადგილ უბრალოდ სიტყვა არაფერი არ თქვა, შეიპარნენ აქციაზე და დახვრიტეს ხალხი. აი, ბევრი არ გვიკლია მაგდონებდა მისვლამდე, იმიტომ რომ ისე არიან უკვე ისინი გამწარებული და ისეა ეს სისტემა უკვე ისე მომდგარ ხალხზე, რომ ძალიან ძალადობენ. რას აპირებს ეს სისტემა, ქართული ოცნება, რატომ დაიწყეს მათ რეპრესიები დაარქვა გუშინ სალმანზირაბიშვილმა აი ამ პროცესს, ხო რეპრესიები დაიწყო მასობრივიო და დასავლეთს მიმართა მან ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს დასავლეთში, რომლებიც დროულად გამოეხმაურან ამ პროცესს. რატომ დასჭირდა ქართული ოცნებას თქვენი აზრით ამ ნაბიჯის გადადგმა? რას ელოდება ის ამ პროცესისგან? ქართულ ოცნებას ამ ნაბიჯის გადადგმა დასჭირდა, იმიტომ რომ ისინი არ განსხვავდებიან იმ ხელისუფლებებისგან, რომლებიც წინა ხელისუფლებაში და იმის წინათ ცდილობდნენ, რომ ჩვენი მოქალაქეების აზრი შეეზღუდათ. არ არის ეს დაწყებული ქართულ ოცნებისთვის, ეს დაწყებული არის უკვე 90-იანი წლებიდან მოვდივართ აქამდე დღემდე ახალგაზრდები, რომ ასეთ რაღაცებს ვიმკით. ეს არის გარდაუვალი პროცესი, რომ მოქალაქე რა თქმა უნდა შეგეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ნებისმიერ სისტემას, რომელიც ცდილობს რომ თავისი მოქალაქე დაჩაგროს, რა თქმა უნდა, გამოიწვია დამცველები და ჯობნი არ დაილევა. ნურავის ექნება იმის იმედი, რომ ეს მოქალაქეები დღეს დაუსველები არიან. ჩვენ გავართ მოქალაქეების გვერდით
და ვისაც მაგალითად არ შეუძლია ბრძოლა, ვისაც არ შეუძლია მაგალითად აი იმის გაკეთება, რაც მაგალითად ასე რომ ვთქვათ, სამხედროებს, რაც შეუძლია ნამდვილ პოლიციელებს რაც შეეფერება და მოქალაქეების დაცვა, გვერდებიდან პროვოკატორები რა შემოვარდნენ ასე შემდეგ. ჩვენ გავაკეთებთ ამას. მე ხა მაგალითად დღეს ვუყურებ, რომ ვინმე პროვოკატორი არ შემოვარდეს და ეს აქცია, რომელიც სრულიად სტუდენტების მიერ არის ორგანიზებული, აი თქვენ ხედავთ, ყველა არის ახალგაზრდა. აქ არავინ არ არის ისეთი პიროვნება, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია მივაწეროთ აი დიდი პოლიტიკური სტატუსი. ყველა არის ახალგაზრდა, ყველა არის სტუდენტი. და ყველა ჩვენ დღეს მესიჯი არის, რომ გამოვიშვან ის ახალგაზრდები, ვინც დაიჭირეს, ჩაატარონ ხელახალი არჩევნები და ჩვენ მივიღებთ, რა თქმა უნდა, ამის შემთხვევაში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას. დიდი მადლობა, ასეთ იყო სტუდენტის გზავნილი ბათუმის საპროტესტო აქცია და თქვენი სახელი შემოხსენეთ. არჩილ კვაჭაძე. მადლობა. დიდი მადლობა არჩილ. გრძელდება საპროტესტო მსვლელობა ამ დროისთვის ბათუმში მემოდაბაშის გამზირზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიემართებიან საკონსტიტუციო სასამართლოსკენ. სადაც უკვე მერვე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები. ეს გაფიცუნისონები არიან ბათუმში, რომლებიც გაიფიცნენ მას შემდეგ, როცა გააქტიურდა არჩევნების ხელახლა ჩატარების, ასევე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. ბათუმში 2 დეკემბრიდან გაიფიცნენ სტუდენტები სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასევე სკოლებში. ამ გაფიცვას უერთდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, იგივე მსახიობები, მასწავლებლები, პროფესორები და ასე შემდეგ. და ეს პროტესტი არის დღეს საყოველთაო. ვაჩვენებთ თქვენ ტრანსპარანტი. რატომ გამოაწყოთ ბიძინევანიშვილი ასე Georgian Dream are made of this. ამაზე მეც ვერ ვიკადრებ. როგორ? ამაზე მეც ვერ ვაკადრებ. ან რას გამოხატავს ეს? რო გითხრათ, რა არის თქვენი გზავნილი? მოდი თქვენ გითხარით. მე არ ვიცი, არ გამიკეთებ ეს. თქვენი გზავნილი როგორია? ადამიანია ეგეთი საშინელი. თქვენი გზავნილი რა არის? როგორ გვაჩვენოთ? ან რას გამოხატავთ, რა არის თქვენი გზავნილი? რომ მოგვიყოთ თქვენი გზავნილის შესახებ. როგორია თქვენი განწყობა დღეს იდგეთ ამ საპროტესტო აქციაზე? ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჯენზი თაობა არ დანებდება რუსულ რეჟიმს. ჩვენ იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ არ გავიმარჯვებთ და არ მოვიპოვებთ ევროპულ მომავალს. რა არის დღეს ამისთვის საჭირო, როგორ ხედავთ ამ წინამორბედის განვითარებას? ჩემი აზრით ხალხის აქტიურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ახლა ჩვენ ხედავთ თბილისში რაც ხდება, რა ძალადობრივ ქმედებებსაც იყენებენ მოსახლეობის წინააღმდეგ, მაგრამ ჩემი აზრით უფრო და უფრო მეტი უნდა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ იქამდე, სანამ არ ვივაღწევთ ჩვენს მიზანს. მადლობა, თქვენი სახელი? მარიამი. მარიამი ბათუმის საპროტესტო აქციიდან. ეხლა საპროტესტო მსვლელობა გრძელდება ბათუმის ქუჩებში. დღესუნები შეიკრიბნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებთან და მათ დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა. დღესაც საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ. ეს აქციები არის უწყვეტი და საყოველთაო, როგორც თქვენ ხედავთ, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იმართება საყოველთაო საპროტესტო აქციები. გაფიცულია ასობით ადამიანი, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასევე სკოლებში, სხვადასხვა დაწესებულებაში. ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება ამ პროტესტებს, ამბობენ, რომ აღარ აპირებენ, რომ დაუბრუნდნენ აუდიტორიებს, საკლასო ოთახებს, სამუშაო ადგილებს, როცა ქვეყანას აქვს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე, როცა ქართული ოცნება იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. საქართველოს
გხედავთ ნოკომიცხოვას სტუდენტს რომელიც დააკავეს 29 ნოემბრის ღამით. ნოკო მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში მინდა რომ გაგესაუბროთ თქვენ დაგაკავეს 29 ნოემბერს ღამით. რა მოხდა რის გამო დაგაკავეს რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს? გამაკავეს იმის გამო რომ უბრალოდ გედედეს თანამშრომელს თხოვე არ გაელახა არასრულწლოვანი ბავშვი რომელსაც ეთყობოდა სახეზეც რომ არასრულწლოვანი იყო და თვითონაც ამას გაიძახოდა. სხვადასხვა თქვენი კადრები ნახე და შემდგომ მივხვდი აი როგორ სამართლობას შევეჩეხე იმ მომენტში რომ მანქანასთან მოგვიწვიეს ორი ადამიანი გედედეს თანამშრომლები დაგვაქვს და ჯერ მანქანასთან გაგვისწორდნენ ფიზიკურად. შემდგომ გადაყვანის პერიოდში და ამის შემდგომ უკვე მანქანაში გაგვისწორდნენ. თქვენ ამ ამოთივებს რომ ძალადობდნენ არასრულწლოვანზე პოლიციელები? სხვათა შორის ძალადობდნენ ცოტა რბილი ნათქვამი იქნება. სიამოვნებას ღებულობდნენ იმ ყველაფრით, რასაც ჩადიოდნენ. უბრალოდ არ ვიცი ადამიანს როგორ შეშ. მანამდე იყო რამე შელაპარაკება, რას მოყვა ეს აპირისპირება? უბრალოდ გავიგეთ რომ ხალი რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოსკენ იყო სუდად გახდა ბავშვები ვისაც ბოთლით წყალი ეკავა ახალგაზრდები მათ შორის საშუალო და ხმიერები მივიდნენ უბრალოდ წყლის მისაწოდებლად და ამ მომენტში დაიწყეს ხალხის დაკავება და შემდგომ უკვე თქვენ გამოისახეთ არასრულწლოვანს ამ აქციაზე. სიტუაცია იყო აი ყველა აქციაზე როგორც აი გამოსტილი ხალხი აქვს რომ აწებია რომ გადადი და ხალხი ემორჩილებოდა გარკვეულწილად და ეს ბავშვის მithumedes და მიიმწყდეს ისეთ ადგილას უკვე სადაც მარტო დარჩა და მაშინ დაიწყეს ფიზიკურად გასწორება. ამის შემდგომ მოხდა უკვე ჩემი დაკავებაც იგივე მომენტში. რამე კანონიერი მოთხოვნა თქონდა ამის პოლიციას, რას ითხოვდა პოლიციელი? არანაირი კანონიერი მოთხოვნა. მე გამიგა რომ კანონიერი მოთხოვნა მინიმუმ მოდიან და ერთხელ მაინც აღარ ვამბობ სამჯერ. ერთხელ მაინც გეუბნებია რომ მოგიწოდეთ მაგალითად კანონიერად რომ დაიშალოთ. არანაირი მოწოდება არ ყოფილა, აქ იყო უბრალოდ ის რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეკავებინა, რადგან აქციის მონაწილეები დაეშინებინათ და შემდგომ აქციაზე ხალხი აღარ გამოსულიყვნენ. მიიღეს პირიქით. უკვე შედეგი მიიღეს. ეს ხალხი უფრო და უფრო მეტი გამოვიდა, უფრო და უფრო მეტმა გამოვიდა გამოსული და უფრო მეტი გაბრაზებული ადამიანი. თქვენზე დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს როგორც იცი პოლიციელებმა. ხო, რომ იძალადეს დაკავების პროცესში მანქანაში თუ რა? როდესაც მე მივწვიეს, როდესაც სასტუმროს აი თარობის სახლიდან სასტუმროს მიმდევარი ტერიტორიაზე როცა გადავყავდი, კუჭის არეში ჩამარტეს, როდესაც წავიქეცი და გებუაძე მოვიდა და კარგიო მიღარ უყანთო, თითქოს რაღაცა სავარჯიშო პერიოდი ყოფილიყო. გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი რაკი გებუაძე, ხო? ამის შემდგომ მოხდა ესე რომ ჰაერში ამიტაცეს. ანუ ხელკეთს გიტყავდნენ პოლიციელები, ხელს გიტყავდნენ, ფერს გიტყავდნენ. ძირითადად იყო მაინც წიხლები ხელთათმანები რომელიც სრულიად ასე ვთქვათ გარკვეული სპეციალური მატერიისგან აქვს შექმნილი რომ აი ერთ-ერთი მონაკვეთი იყო ასეთი რომ ჰაერში როდესაც ადაცებული ყავდა აი ნიღბები რომ არის რომელიც მარტო თვალები უჩა აი ეგეთი ნიღბიანი სახესთან მოვიდა შემოხედა და პირდაპირ გაჭრილი მოქნებით თვალის არეში დამარტყა და სხვადასხვა უბრალოდ უკვე იმ დონეზე მქონდა ორგანიზმი დაბუჟებული ამ ხმისგან და თან ეს არეში მოჭერილი ესე რომ დაქიშვას მიპირებდნენ რაღაცა მსგავსი ფაქტები. ხო? უბრალოდ ვეღარ ვძნობდი აი. თავიდან ბოლომდე ორგანიზმი გათიშეს რომ აი ჰაერში ავეტაცებინე ამ მაგრამ მაინც ვერ ვხვდი 9 ადამიანი 10 ადამიანი რატო დაჭერა. ჰაერში ატაცებებზე საქმე მეკდა შემდგომ უკვე მანქანაში ჩასმის დროს ისე მოხდა რომ აი დაწოლილ მდგომარეობაში წიხლებით შემტენეს და ეს ყველაფერი რო არ იყოთ უკვე შიგნით მანქანაშივე შემოვიდნენ პოლიციის თანამშრომელი არავინ არ შემოყოლია შემოვიდა გედედეს თანამშრომლები რომლებიც ისევ ფიზიკურად გამისწორდნენ ერთ-ერთი მათგანი უკვე ეს მანქანაში თუ როდესაც გადამიყვანეს ერთ-ერთი თანამშრომელი რომელიც უკვე ძალიან გაბრაზებული იყო როგორც ჩანს უში მყაროზე ამდენს აქტიურობდა ამ პერიოდის განმავლობაში ძირითადად ყველაზე ანუ ეს ფრაზა გითხრათ მათ რამდენს აქტიურობდითო აი აქამდე ერთხელ დაუკავები ვარ აქციაზე ისევ გასასაცილო სიტუაციაში. ხო. სიტუაცია მოხდა ისე რომ დაკავების პერიოდში პოლიციელებიც ჩამიჯდნენ და გადამიყვანეს ამოდ რა თქმა უნდა სიტყვიერი შეურაცხყოფაც იყო მაგრამ იმ დღეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მეტი ის იყო აი ხომაინც გცემეთ ხომაინც დაგიჭირეთ ანუ ამას ამბობდნენ ისინი პოლიციელები უხაროდათ რომ აი თითქოს ვიღაც ტერორისტი დააკავეს თითქოს ვიღაც ისეთი ადამიანი დააკავეს რომლისგანაც რაღაცა დიდ საშიშ არა და ისეთივე აქტივისტი ვარ და ისეთივე მოქალაქე ვარ როგორც ეს ადამიანები ჩემს უკან და
დარწმუნებული ვარ ეს ადამიანები ბევრი როგორც შეინიშნა ან თქვენ დასჯაუნდოთ ამ აქტიურობისთვის თქვენს მისთავისილება შეგექმნათ ყველა სახელი გვარები სიებით აქვთ იმიტომ ტელეფონში იყურებიან ვინ დააკავონ და სახეებით თეძებენ რომ აი ეს ადამიანი თუ მოხდა თვალში შემდგომ ამათი დაკავება დაიწყო აი თბილისში მსგავს ფაქტებს შევესწავლე როდესაც თბილისში აქციები მიმდინარეობდა თუმცა ბათუმში რომ სხვადასხვა იმ დღეს ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი ის იყო რომ როდესაც აი დაწოლილი მდგომარეობაში ვიყავ პირველი იარაღიანის თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შევნიშნე და ვსვიროდი რომ ანუ ამ ადამიანს რატო უკავია ხელში იარაღი რაღაცა ვთქვათ დიდი კონდახით და რაღაც მსგავსი იარაღი იყო როდესაც მანქანაში უკვე გადაყვანის პერიოდი მოვიდა კრიმპოლის თანამშრომელი ჩამოსვეს რომელიც შემდგომ საერთოდ არ გამოჩენილა და იმ ადამიანმა მithლა რომ შენ ინდონეზია იყავი ეუფორიაშიო დიდი ალბათობით მოგეჩვენა და ისევ თქვენივე კადრებში გამოჩნდა შემდგომ სასამართლოზე ძალიან კარგი ალბათ ველების პირდაპირ ეთერში ერთი კი მე ერთი დავინახე ერთის გადაყოფილა რამოდენიმე ათეული ადამიანი რომელიც მსგავსად და აი წარმოიდგინეთ რა დონეზე შიში აქვს უკვე რომ ბათუმშიც კი დაჭირდათ სპეციალური დანიშნულების რაღაცის გამოყვანა, გედედეს გამოყვანა, რობოტების გამოყვანა და ურეკავენ ჩემს მეგობრებსაც ეუბნებიან აქციაზე არ ნახოთ და უფრო და უფრო გამოდიან ახალგაზრდები უფრო და უფრო მეტი ვიქნები და დარწმუნებული ვარ ეს რაცავარ ეს კადრები ეს ფოტოები ხო აჩვენეთ მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს როგორ იყო მოსამართლის რეაქცია დაინტერესდა თუ არა ამ მტკიცებულებებით საინტერესო აქაც იყო რომ ვიდეო კადრებს თითქმის არ შეხედა და როდესაც ფოტო მტკიცებულება მინდოდა მეჩვენებინა ხელით მანიშნა ხმაც არ ამოუგო რომ არ მაჩვენა არ მაინტერესებდა მტკიცებულებებიო ანუ აღარ აინტერესებდა რადგან როგორც თავიდანვე თქვეს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა ფაქტები არ ქონდა და არგუმენტები ქონდა შინაგანაც ჯეროდა და როგორც ჩანს მოსამართლებმა შინაგანად დაიჯერა რომ მე დამნაშავეები ვთქვა მოსამართლემ რა თქვა როგორ დაასკვნა რომ თქვენ რაიმე სამართალღობა ჩაიდინეთ როგორ დაგისაბუთეთ ეს გამოუტანია უბრალოდ დადგა და ხუთდღიანი პატიმრობა იმ ორი დღის ჩათვლით რომელი ორი დღეც 48 საათი გავატარე ბათუმის იზოლატორში რა ხდებოდა იზოლატორში ასევე საინტერესო ეს ნაწილიც იმიტომ რომ ძალიან ბევრი იურისტი ამბობს რომ სპეციალურად აყოვნებენ დაკავებულებს 48 საათი რომ მათ მაქსიმალურად შეუქმნათ დისკომფორტი რომ იტანჯონ იმიტომ რომ შეიძლება 24 საათშიც მალევე გაათავისუფლონ ადამიანები საქმეთა სამინისტროს არ ვიცი რამდენად სწორად ამბობ თუ არ ხდები შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს ბრძანებას რომ 24 საათის შემდეგ უნდა განათავისუფლონ და რომ შევედი თავიდანვე მესწრეს რომ რადგან ადმინისტრაციულით ხართ დაკავებული 24 საათის შემდეგ ჩვენსო ფიზიკურად ექნება არ გვაქვს თუ რაიმე წვლილი არ მოვიდა უნდა გაგიშვათ 24 საათის შემდგომ გავიდა და მეუბნებიან რომ სამწუხაროდ დღესაც გიწევს გაჩერება სასამართლო პროცესი აქედან უნდა გადავიდე. კი ეს არის ტენდენცია, შესაძლოა როცა აკავებენ საპროტესტო აქციებზე ადამიანებს, აჩერებენ არა 24 საათი, არამედ 48 საათი. 48 საათი. ამ დროს შეიძლება გასაკვირდა არა, ამ დროს შეიძლება გასაკვირდა სამინისტრო სთხოვს ნებართვას მოსამართლეს და მოსამართლებას უმატებს დამატებით 24 საათს. ამის საფუძველი სამართლებრივი საფუძველი არსებობს ჩვენს კანონში, როცა შეიცვალა რამდენიმე წლის წინ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მე პირადად მაგრამ ეს არის იმოტივით რომ მტკიცებულებები მოიპოვოს დამატებით შეაგროვოს მტკიცებულებები სამინისტრომ. მაგრამ საინტერესო ხო რა წარმოადგენია შუშის გარეთ ყოფნა? არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მე ეწევა ჩემი ერთი დღის გარეთ ყოფნა მათთვის რაღაც შემაფერხებელი პროცესი ყოფილიყო, არგი პირიქით დავეხმარებოდი, ოღონდ ვინმეს რაიმე კადრი და მომენტი ეპოვა ჩემი დაკავების. თორე პოლიციამ წარმოადგენდა თუ არა რაიმე კადრები, იმიტომ რომ მათ აქვს სამხრე კამერები იწერს ამ ყველაფერს და იწერდა ეს წესი. როგორც თვითონ განაცხადეს სიტუაცია იყო ისეთი, რომ ზოგიერთმა ვერ მოასწრო ჩართვა სამხრე კამერების, როგორც სტანდარტულად ყველა პროცესზე ამბობენ. ხო. და ასე ამავდროულად თქვენ რომ უბრალოდ ვერ მოვასწარითო ამოხებაო. 48 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა, რომ ის კადრები ამოიღო რა მომენტშიც დაიწყოს ადამიანების დაკავება. მე თუმეტეს აქ არ ყოფილა რაღაცა დაგვაკავეს რაღაც 10-ოდე ადამიანამდე როგორც ვიცი და 9 ადამიანი დაგაკავეს. 9 ადამიანი დაგვაკავეს და რამოდენიმე ფიზიკურად აი პირად აღენიშნებოდა ზოგს თავის შუბლი ქონდა გაკეთილი, როდესაც ექსპერტიზა შემოვიდა და უმოწევდნენ აი ის რითაც თავი ქონდა შეფოლდი, როცა მოხდეს ეგრევე სისხლი წამოვიდა რა. აი, უბრალოდ იმეტებენ ადამიანებს დაკავებაზე ჩვენ დაკავებაზე მეტად ამ ხალხს შეიძლება ვთქვათ, რომ ის უფრო აინტერესებს რატო გვიმეტებენ აი იმ თაობას, რომელიც რეალურად მომავალი თაობა ვარ და ძალიან ბევრი მომავალი იურისტებია და ძალიან ბევრი აი ნახოთ ახლა მეც თქვენ ჩაგიტანეთ ექსპერტიზა შემოწმოთ თქვენ დაზიანებების სხეულს. აი მეც 5 დღის შემდეგ პირველად უბრუნები ისევ ამ ადგილს
და ასე ვიტყვი ამაყივარი, იმით რომ მე არ დავუბრუნდი ამაყივარი იმით რომ ეს ადამიანები დღესაც არის. ყველაზე მთავარი. რა მაინტერესებს ასევე მოსამართლე როგორც თქვენ გაგასამართლად თქვენი ლექტორია თან, ხო? ჩვენს უნივერსიტეტში არის ლექტორი, რომელთაც პირდაპირ კონტაქტი. თქვენ არ გასწავლით? სამწუხაროდ მე არ მასწავლის, თუ საბედნიეროდ უკვე ვეღარ ხტები. თუმცა ჩემი უნივერსიტეტში ვარ თვითმმართველობის პრეზიდენტი და როდესაც სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით ვაკეთებ რაიმე პროექტს, მიწევს პირდაპირ კონტაქტი ამ ადამიანებთან, ამათ ჩვენურად იცოდნენ, ვინ ვიყავი, რა ვიყავი და რა შესაძლებლობები გამოჩნდა და ჩემი აზრით მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა, ჩემივე უნივერსიტეტის და ჩემივე სტუდენტების სირცხვილია და დღევანდელ სასამართლო სისტემაში უბრალოდ ჩირქია, რომელიც მოსაშორებელია. და ეს ხალხი მოაშორებს მაგ ჩირქს სუსტად. დიდი მადლობა, ეს რეკომენდაცია იყო სტუდენტი, რომელიც იყო დაკავებული იმის გამო, რომ ის მშვიდობიან აქციაში მონაწილეობდა. ამის გამო, როგორც ისთავად ახლა გვიყვება, პრაქტიკულად მისი ეთნოგრაფიული აქტივობის გაშლის მიზნის გაასამართლეს მოსამართლე ხალხი ბოლკოზე და სკუთი ადმინისტრაციული აქტივობა შეუფარდა. აქტივობიდან სწორედ ახლა მას გამოვიდა რეკომენდაცია და შეუერთდა დაუბრუნდა იგი ისევ აი ამ საპროტესტო აქციას ბათუმში. ალბათ ისევ ხედავთ აჭარის მთავრობასთან ჩამწკრივებულ პოლიციელებს, ნიღბიან პირებს, ჯერჯერობით და გარჩარან რობოკოპები, მაგრამ არიან საპოლიციო ძალები, მათ შორის ნიღბიანი პოლიციელები, როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოა. როგორც ხედავთ, უკვე განახლდა საპროტესტო აქცია ბათუმში, რაც უწყვეტია, უკვე მერვე დღეა. 28 ნოემბრიდან დაიწყო ეს უწყვეტი საპროტესტო აქცია, მას შემდეგ რაც ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად თქვა, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. ეს აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, რადგან მათ დაინახეს პირდაპირ საფრთხე ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის და თქვეს, რომ ეხლა აღარ არის შინჯდომის დრო, ეხლა ყველამდე იდგეს ქუჩაში საპროტესტო აქციაზე, რადგანაც საქმე გვაქვს კონსტიტუციურ გადატრიალებასთან, ქართული ოცნების მხრიდან და პირდაპირ იქნის საფრთხეს ქართული ოცნება თავისი გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ამიტომაც ყველა თაობის ადამიანი ეხლა ქუჩაშია, არა მხოლოდ ბათუმში, არამედ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება პროტესტი, კიდევ უფრო ფართოვდება და ძლიერდება ეს საპროტესტო მოძრაობა, როგორც ხედავთ, მათ შორის ბათუმში თქვენ ახლა ხედავთ, რომ სტუდენტების საპროტესტო აქცია განახლდა. ეს გაფიცული სტუდენტები არიან, რომელმაც მათ შორის ქვეყანაში პირველმა დაიწყეს საპროტესტო მოძრაობა და გააპროტესტეს არჩევნების გაყალბება ქვეყანაში, არჩევნების მიტაცება და მოითხოვეს სამართლიან გარემოში ისევ არჩევნების ჩატარება. მათ პროტესტის ნიშნად 9 ღამე გაათენეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში, შემდეგ მას ამ პროტესტს შეუერთეს ხოლმაღლესი სასწავლებლები და დღეს უკვე ამ გაფიცვაში, რაც დაიწყო 2 დეკემბრიდან, შეუერთეს მოწყო სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, არაერთი დაწესებულებიდან სხვადასხვა თანამშრომელი, მაგალითად გუშინ დრამატული თეატრის მსახიობები შეუერთდნენ ამ გაფიცვას. ასე მაგალითად აჭარისპირესა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი ერთ-ერთი გაყოფილების უფროსიც შეუერთდა აი ამ საყოველთაო გაფიცვას ქვეყანაში. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ახალგაჩერების დრო არ არის, რადგან ჩვენ კარგავთ ქვეყანას და გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მიტაცებულია და საქმე გვაქვს იმასთან, რომ ევროინტეგრაციის შეჩერება პრაქტიკულად ნიშნავს პირდაპირ საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, ამიტომაც არ აქვს გაჩერების უფლება. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ, როგორია თქვენი დღევანდელი შეგრძნება, რომ იყოთ ამ აქციაზე? ვინმეს თუ ერთ რამეს ვიტყვია, ხოლმე ვინმეს თუ გონია, რომ აქ ვინმე ნაცების გამოდგას ან რომელიმე კერძო პარტიის გამოდგას, ძალიან ცდება რა. ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც შეიგავს რაღაც პროტესტის გრძნობა, შეიძლება გამოხიდე პროტესტი თქვა და ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე პარტიის ხარდამჭერი ხარ ან რამე. როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეხლა წინამდებობის მოძრაობა? თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის განვითარებას? რა არის ამისთვის საჭირო? ხალხს უნდა ჰქონდეს თავისი პროტესტი, უნდა იგრძნოს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ამას ვიღაცები გვეუბნებიან და რაღაცები გამოსასწორებელია და უნდა მიახედოს ამ საკითხს რა. რა ეტაპზე ეხლა ქვეყანა, რა საფრთხის წინაშეა ჩვენი ქვეყანა, თქვენ ჩვენ
ეს ქვეყანას არ აქვს იმის რესურსი, რომ 2028 წლამდე გადაიდოს ევროპული ევროინტეგრაციაში ხო და ეს რა საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას მომავალს უთხრის ძილს პოლიტიკური პარტიები არიან თუ არა საკმარისად ჩართულები ამ პროცესში თქვენ ვფიქრობ არც ერთ პოლიტიკურ ძალას საკმარისი ძალა არ აქვს იმისათვის რომ რაიმე მომავალში უკეთესობის შეცვალოს რა მადლობა თქვენი სახელი თქვენ უსმენთ საპროტესტო აქციის მონაწილის გზავნილს როგორც ხედავთ გრძელდება ბათუმში საპროტესტო აქცია უწყვეტია ეს საპროტესტო აქცია ბათუმში უკვე მერვე დღეა ადამიანები გამოდიან ქუჩაში და აპროტესტებენ ევროინტეგრაციის შეჩერებას მოგესალმებით თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ როგორია დღეს შეგრძნება დგეთ ამ აქციაზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ძირითადი მოთხოვნა ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს იმიტომ რომ გადაგვახია კონსტიტუცია თავზე და არაფერი არ ესმის ამიტომ კიდე ერთხელ მოუწოდებ მშვიდობიანად წავიდნენ თორემ ძალიან ცუდად დამთავრდება ამ ახალგაზრდების ცემას არ შევარჩევ ცოდვა ახალგაზრდები შვილებია შვილიშვილებია მე რამინდა ამ ხელაკაც მე ხუთი თაობის გამდელი გაზდის ვარიანტია მაგრამ ამდენჯერ გამოსლა როგორ შეიძლება კაცო 1 2 3 10 ცოდვა ახალგაზრდობა რა საფრთხის წინაშეა ახლა ქვეყანა რა ეტაპზეა საქართველოს ძალიან ცუდრეში ვარ ძალიან რა საჩვენებს ის რომ ქართული ოცნების გზავნილები ხშირად ემთხვევა კრემლის გზავნილებს და ოცნების გადაწყვეტილებას იწონებენ მოსკოვში ეს რის მაჩვენებელია თქვენთვის მე თვითონ დაგვიფაროს რომ მოსკოვმა კიდე ჩაერიოს თუ ქართველს დაუდგება გვერდში ყველას დავამარცხებთ თუ არა და ძალიან სუდრეში ვარ მე თვითონ დაიფარო საქართველოს მალობა რა არის საჭირო ეხლა რა შეტყოდით მოქალაქეებს რა როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს წინამორბედის მოძრაობა რომ ქართულოცნებას მოუხდეს ხელახლა არჩევნების ჩატარება სამართალ გარემოში რაც არის ამ საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა მხოლოდ და მხოლოდ კიდე გამოსვლა მშვიდობიანი გზით და ერთი ლევან ხაბეიშვილის არაჩვეულებრივი სიტყვები ახსენდება უნდა მივაცეთ მაგრამ მშვიდობიანად უნდა შეიმუშაოს ოპოზიციამ გეგმა ამისთანა რომ ხალხის გამოვიდეს და დაინტერესდეს ყველა რომ ხო ეს საინტერესოა ბევრისგან გვესმის ეს საყოდირი რომ არ აქტიურობს საკმარისად ოპოზიცია მას არ აქვს გეგმა ისინი ვერ თანხმდებიან ერთმანეთში თქვა ვინც ბარიერი გადალახან არ გადალახა თქვენ რას ფიქრობთ არიან თუ არა საკმარისად ჩართულები პოლიტიკური პარტიები პოლიტიკოსები ამ პროცესში რას უნდა აკეთებდეს ოპოზიცია ამ დროს ოპოზიცია რავი აბა როგორ გიცნება ყველაფერს აკეთებს მაგრამ მაინც ხალხია დამოკიდებული კიდე და კიდე ხალხმა უნდა იაქტიუროს ოპოზიცია მოგვიწოდეს გამოვიდეთ გამოდის ხალხი საკმარის მაინც არა თან მივმართავ ეხლა ყველას ვინც აქტივს იქნება აი ჩემი მეგობრები ახლობლები ყველა თხოვთ გამოდი საქართველოს მედიცინება მოგძანდით გამოდით მეშველება თუ არ გამოხვა ძალიან სუტრეში ვიქნებით მალო თქვენი სახელი ეს გითხარით თქვენი განწყობა როგორი რამდენი დღეა რაც გახართ უკვე ამ საპროტესტო აქციაზე 5-6 დღეა ან მას შემდეგ რაც დაიწყო ეს საპროტესტო აქციები მასობრივად ხო არ იღლებით არ დავიღლებ საქართველოს გული და არ დავიღლებ თქვენ მინდა რომ იყოს საქართველოს და თქვენი აზრით რის იმედი აქვს ეხა ივანიშვილს იმედი არ აქვს ის უკვე წაგებულია იმიტომ რომ ის ქართველი არ არის ნახდი ქართველი მაგრამ ჩანს რომ არ იხევს ხო უკან არაპირებს არც წასვლას არც არჩევნების ჩატარებას აღარ გავა ისიც აღარ გავა მაგრამ ჩანს როგორ აგრესიულად ექცევენ აქციის მონაწილეებს თბილისში განსაკუთრებით ხო უკვე შევხედავთ შეფასებებს იგივე ლევან იოსელიანი სახალხო დამცველი ამბობს რომ ეს არის წამება იგივეა საიას ახალგაზრდული ასოციაციის შეფასება და ამ ვითარებაში როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს საპროტესტო აქციები როცა ადამიანებს არბევენ მათ შედებათ ქირურგიული ჩარევები და ოპერაციები რა გამოსავალებთ რომ ის ხელშია ხო ეს საპოლიციო ძალები ძალაუფლება არის ქართული ოცნების ხელში ისევ ყველაფერი მის ხელშია მაგრამ ჩვენ ბევრნი ვიქნებით და ჩვენ დავამარცხებთ ადრე თვიან ჩვენ მაინც დავამარცხებთ აი როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესს რა არის საჭირო ამისთვის რა არის მთავარი ფაქტორი წარმატების მისაღწევად დღეს ჩვენი არის ოღონ ყველამ გამევიდეთ გარეთ და ვიყოდეთ ივანიშვილი წაგებულია თქვენი სახელი ლუგზარი დუმბაძე
ჯარდუმლაზე. მადლობა. ასეთია განვილები ბათუმის საპროტესტო აქციიდან. მე ასევე შემიძლია გაგაცნოთ ბოლოს სიახლეები. ბათუმელები როდან გამოსვენა. მე შემიძლია გაგაცნოთ აქვე ბოლოს სიახლეები. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში CSK შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას აუხსელებენ. ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს, ქართული ოცნების დაფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება მათი განცხადებით აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად. ეს ორი მოთხოვნაა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს ყველა საქმე. მე აქ გეტყვით, რომ დაახლოებით დაკავებულია 300-მდე ადამიანი ქვეყანაში საპროტესტო აქციაზე, მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით, ასევე სისხლის სამართლის წესით დააკავეს 18 ადამიანი. მათ 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ ძალის გადასტურების შემთხვევაში. და მეორე მოთხოვნა დაინიშნოს ხელახლა არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და ჩატარდება სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური ნეიტრალობის პირობებში. საქართველოს ჩვენი თავისუფლების გამარჯვება გარდაუვალია წერია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. ვითარება ამ დროისთვის ბათუმში. როგორც იცით, უწყვეტია საპროტესტო აქციები ქვეყანაში, ასევე საპროტესტო აქციები უკვე მერვე დღეა გრძელდება ბათუმში. აქციის მონაწილეები ამბობენ, დღეს არ არის გაჩერების დრო და არის კრიტიკული მომენტი ქვეყნის ცხოვრებაში, ვინაიდან ქართული ოცნების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და დაუშვებელია ევროპული მომავლის ევროინტეგრაციის შეჩერება. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, მინდა რომ გაგესაუბროთ. რამდენი დღეა თქვენ რაც უკვე გამოდიხართ ამ საპროტესტო აქციებზე? რაც დაიწყო ეს საპროტესტო აქციები ყოველ დღე აქანე ვარ. და მინდა რომ ჩვენი საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ხალხს არანაირი შეზღუდვები არ ქონდეს. ჩვენ არ გვჭირდება პუტინის ხარეს დადგომა. ჩვენ გვინდა ევროპა. რომ ევროპული მომავალი ცხოვრება კარგი ხონდნენ ჩვენ ამ ხალხგაზრდობა. რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? მონასავეთ ვართ ნაქცევი ქართველი ხალხი ჩვენ მიწაზე ჩვენ არ ცხოვრობთ ნორმალურად ვიდრე სხვა ერები შემოყრილი ხავს ამდენი ეროვნების ხალხი. რა არის ახლა საჭირო იმისთვის რომ გაძლიერდეს წინააღმდეგობის მოძრაობა, როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესის განვითარებას? რა ვიცი, ჯერჯერობით ასე ვარ და მომავალში იქნებ უკეთესი იყოს, რა ვიცი. ეს ხალხზე არ რაც მეტი გამოვალთ ქუჩაში და რაც მეტი გავაპროტესტებთ, უფრო მეტი წინ წარმატებით იქნება და დამთავრდება ყველაფერი ხუთიანზე. თუ ასე იქნებით ყოველდღიურად, რა ვიცი. ვეცდებით რომ ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენი საქართველოს დამოუკიდებლობა და შევიდეთ ევროპაში. ჩვენ არ გვინდა რუსეთი. დამთავრებულია. ანუ ხედავთ პირდაპირ რუსეთის ჩარევას ამ პროცესში, რომ დაინტერესებულია პუტინი იმით, რომ საქართველო გადავიდეს რუსულ ორბიტაზე. თქვენ ხედავთ ამ პირდაპირ ბმას? ახლა რა ვიცი მე რასიზამს ჩვენი თავრობა ჯერ. რა ვიცი ჯერ კიდე მიჯაჭული არიან ამ სკამებიდან ვერ ახსენით 12 წელი რა გაგვიკეთეს. სულ ტყილებში ამოგხადეს, სული დღემდე გვატყილებს და კიდე რაღაცის იმედს გვაძლევს დღესაც. ჩვენ მაგის აღარ ვჯერა უკვე. რაც არ უნდა კობახიძემ, დინარაძემ, რაც არ უნდა ის ილაპარაკონ, აღარ ვჯერა. 12 წელი რა გაგვიკეთეს, რომ აწერა უნდა გაგვიკეთონ. არც არაფერი. მე ემხობი ყველანაირ მაგენის იმას და ხალხს უცხადებ პროტესტს, რომ გამევიდნენ ქუჩაში და იქნებ რაღაცას მივახცევთ. ბრძოლით ათუციკეთით მივახცევთ რაღაცას. მადლობა, თქვენი სახელი? ლილი მოცულაძე. მადლობა. თქვენც რო გაგესაუბრებთ თუ შეიძლება. როგორია დღევანდელი შეგრძნება დღეს ამ აქციაზე ყოფნა რა როგორი განცდაა? მე ვფიქრობ ჩვენ და ჩვენ ხდობის მომავლისთვის გამცნობით. რა საფრთხე ელოდება ახლა მომავალს ქვეყანას? თქვენი აღქმა როგორია? საფრთხე
მეცხოველდება ყველამ კარგად ვიცით და რისთვისაც ვართ აქ. ხოლო რომ რუსეთში არ გვინდა გაღვიძება და გვინდა რომ საქართველოს გვერდქვეს და ღირსეულად ვატაროთ ჩვენი ქვეყნის სახელი და ჩვენი მემკვიდრეების მიერ დატოვებული ქვეყანა, მაგით ვარ. ხო, ანუ თქვენც ხედავთ რომ არის საქართველოს რუსულ ორბიტაზე აღმოჩენის საფრთხე. თუ არ ჩადდება ხელახლა არჩევნები. მარტო პუტინი გვიწოდებს სოფლიოში რა თქმა უნდა მოკეთილები ვართ ამას ხო. ხო. და არის თორე საკმარისად ჩართული ახლა ამ პროცესებში პოლიტიკური პარტიები. თქვენ როგორ ხედავთ მათ მონაწილეობას? რას უნდა აკეთებდნენ ისინი ამ დროს? ხო, არ ვიცი, პოლიტიკური პარტიები რა საკმარისად იყოს ჩართული, შეიძლება უფრო სხვა შედეგი მიგვეღო, მაგრამ არ ვიცი, მაგ კუთხით მე საქმე მხოლოდ პოლიტიკას არ ეხება, საქართველოს ეხება და აქ პოლიტიკური პარტიები თვითონ მნიშვნელოვანი არა. რას ეტყოდით მოქალაქეებს ამ დროს, ვინც ჯერ კიდევ არ არის საპროტესტო აქციაზე გამოსული, ან თავს იკავებს თქვენ გაფიცვისგან და ასე შემდეგ, თქვენ რას ეტყოდით? მოვეტყვი, რომ ყველამ გაიაზროს რაც ხდება იგივე, ვინც გაიაზრებს და ვინც ნათლად აზრობს, ყველა გამოვა აუცილებლად დარწმუნებული. თქვენი სახელი? მადლობა ანა. გვერდისმენთ ანას ბათუმის საპროტესტო აქციიდან. ასეთია მოქალაქეების განწყობა ბათუმში. საპროტესტო აქცია ამ საღამოსაც განახდა, უკვე მერვე დღეა რაც გრძელდება საპროტესტო აქციები ბათუმში და როგორც ხედავთ ისევ ხალხმრავალია საპროტესტო აქცია, ისევ ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის ქუჩაში და ითხოვს ხელახლა არჩევნების ჩატარებას სამართლიან გარემოში. მოგესალმებით, რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. როგორია დღეს იდგეთ ამ აქციაზე, როგორი განცდა თან საქართველოს დროში ხელში? არ ვიცი, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია რომ აქედან ყოველდღე, იმიტომ რომ თითოეული ადამიანის აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ამით ვაჩვენებ თავრობას და ჩვენ წიგნებთ და არანაირად არ დავთვალოთ ჩვენს ქვეყანას თავს. ანუ აქ ლაპარაკია ხა ქვეყნის დათმობაზე, ჩვენ გვედავებიან ქვეყანას და საფრთხე ექმნება ჩვენს დამოუკიდებლობას. კი, იმიტომ რომ ანუ ფაქტობრივად პატარა ქვეყანა ვარ და შეუძლებელია მარტო ხეხზე ვიდგეთ და აუცილებლად გვჭირდება უკან ვინმე ვინც გვერდს გაგვიმაგრებს და ჩემი აზრით ეს რუსეთი არ უნდა იყოს და უნდა იყოს ევროპა და შესაბამისად ევროპის გზიდან გადახვა ნიშნავს რუსეთისკენ გეზის აღებას და ისტორიიდან ვიცით რამდენად ცუდია რუსეთთან ერთად ყოფნა. თქვენ სტუდენტი ხართ? კი, მეორე კურსი ვარ. ბათუმის უნივერსიტეტში? და ხართ გაფიცული? კი, გავიფიცე. აღარ აპირებთ რომ დაუბრუნდეთ აუდიტორიებს? სანამ ყველა გაფიცული ვიქნებით და სანამ ერთად ვიქნებით არ ვაპირებ. რას ეტყოდით სხვებს, თანამოქალაქეებს, რა არის ხე გამოსავალი და მათ რას თავაზობ? ჩემ ახლა მე რასაც ერთადერთი გამოსავალს ხედავ არის აქტგომა, იმიტომ რომ დავანახოთ რომ ვერანაირად ვერ შეძლებენ ჩვენს მართვას და არანაირად არ დავუყოთ. ამიტომ ვფიქრობ რომ თითოეული ახალგაზრდა და ადამიანი, რომელსაც აყოლებს საკუთარი ბედი და მომავალი უნდა იქნეს აქ. თქვენი სახელი? დიდი მადლობა ია, თქვენ უსმენთ დიას ბათუმის საპროტესტო აქციიდან. ასეთია მისი განწყობა და საფრთხე რომელსაც ის ხედავს, ამბობს რომ პირდაპირ ჩანს იმის საფრთხე რომ საფრთხე შეექმნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანას, იმიტომ რომ ის აღმოჩნდება რუსულ ორბიტაზე, როცა ქვეყანა უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე და გადაუხვია პრაქტიკულად საქართველოს ევროპულ კურსს. მას ჩაუკეტეს გზა ევროპისკენ. ეხლა ადამიანები ისევ შეიკრიბნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ეს სასამართლო რომელმაც არც კი განიხილა პრეზიდენტის და წინამოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების არჩევნები, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების ანტიკონსტიტუციურ ცნობას, რადგანაც დაირღვა კონკრეტული უფლებები, მათ შორის ხმების ფარულობა, რაც მოიხსენებათ რომ არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება და თქვენ ნახავთ არაერთკიცებულებას როგორ გაჟონა ხმებმა ბიულეტენებმა და ამის მიუხედავად რომ დაირღვა ხმების ფარულობა საკონსტიტუციო სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ რომ განეხილა არსებით სხდომაზე საარჩევნო რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას სწორედ ხმების ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო. ასევე კიდევ ერთი პრინციპი იყო მოხმობილი ამ საარჩევნო შესაძლო საყოველთაობის პრინციპი, მოგეხსენებათ, რასითულები და ბარიერები შეუქმნეს ქართველ ემიგრანტებს საზღვარგარეთ, რომ მათ არ მიეცათ არ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებამდე და ნახავთ ასევე ძალიან დიდ რიგებს, ხო? რამდენად დიდი
ძალისხმევის გაღება უწევდათ ემიგრანტებს, რომ მათ მიეცათ მათთვის სასურველი პოლიტიკური პარტიისთვის, თუმცა საკონსტიტუციომ განუხილვად დატოვა ეს არჩევნები, გუშინ წინ მიიღო გამოაქვეყნა განჩინებამ სასამართლომ. რაც მოქალაქეებმა გააპროტესტეს და ეს პროტესტი გრძელდება ამ დრომდე. გამარჯობა, თქვენ აქ ხომ არ დაიწყეთ წიგნების კითხვა და მეცადინეობა? კი, ეგრე გვიწევს. მაგრამ და ეგრე გვიწევს ბაიც. გაფიცულები ხართ? კი, გაფიცულები ვიყავით, ახლა 2 და პარასკევს იგებება კიდე ძალიან დიდი მოსწავლეების აქცია 2 საათზე და პარასკევს ანუ ხვალ. თქვენ მოსწავლეები ხართ? სამივე? არის საჯარო სკოლებიდან? და ხვალ აპირებთ დაუბრუნდეთ სასწავლო პროცესს თუ რას გეგმავთ ხვალ? ნახოთ, ეხლა რეალურად მოსწავლეების გაფიცვა, ანუ ეს 2 დღე კი შედეგი არ ჩაიერდა რაღაცა, მაგრამ ეხლა ნელ-ნელა რა ზოგი უბრუნდება სწავლას მაინც და ნახოთ რა მაგასაც გააჩნია. ხვალ დიდია, უფრო მაინც აქციებზე ვარ რა მოწადი. ხო, მასშტაბური აქცია იქნება, სხვადასხვა იმის შემოგვიერთდებიან. ბათუმში ხო? კი, მოსწავლეები. რომელ საათზე? 2 საათზე რეგიონებიდან მოდიან ბავშვები და ხვალ მართლა ძალიან დიდი აქცია იგებება რეალურად და მაგით გვინდა გავალებ და ხო ვაჩვენეთ კიდე უფრო თაობას და იმიტომ არ ვიქცევთ რომ სკოლის გაცდენა გვინდა. რა გვინდა და ხო ანუ ჩვენს აქციაზე დგომას აბრალებენ იმას რომ სკოლაში სიარული არ უნდა თო რა და არ ვიცი მასწავლებლებს ვეცებთ რომ დავანახოთ რომ შეგვიძლია ისიც ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოხდა და იმდენად დამხნელია თან აქციაზე სიარული თან სკოლაში სიარული თან ნერვიულობა თბილისში მეგობრებზე რომ აი არ ხო რეალურად და საერთოდ არავინ არ გასაგებია რომ სკოლა გაიფრინოს მაღალ კლასებში მithumetes იმდენად პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს მოვალეობას და რეალურად მართლა არავინ არ ამბობს იმიტომ რომ სკოლა გავაცნოთ, გაკვეთილები გავაცნოთ, ჩვენი პასუხისმგებლობას ვიაზრებთ, რაცაა საჭირო და მაგიტოდ გავართ და არა იმიტომ რომ რაღაც გავაცნოთ. ყოჩაღ ბათუმელო შვილებო საამაყობი ხართ ახლა კომენტარებში გვიწერენ, თუმცა ბევრის კომენტარებში წერენ ასევე რომ რა უნდათ ბავშვებს აქციაზე, რატო ისინი უნდა იყვნენ საკლასო ოთახებში. რას უპასუხებთ თქვენ ამ ადამიანებს, ამ კომენტარის ავტორებს, ვინც ასე ფიქრობს? ხშირად ვკითხავ ბათუმელების კომენტარებს და ბავშვები რა თქმა უნდა, განათლება არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და არავინ არ წყვეტს განათლების მიღებას. ჩვენ ვსწავლობთ მეცადინეობით და ეგრე მოვიდივართ, მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ ძალიან რთულია კონცენტრაცია იმის მერე, როდესაც ხედავთ, რომ თბილისში ჩვენს ახალგაზრდა მეგობრებს და ძალიან ბევრი მეგობარი ყავს თბილისში, რომლებსაც ცემენ და რომლებსაც ეგრე წირავენ და ჩვენი საქმე არის, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი მეგობრები ესეთ დღეში ვარდებიან თბილისში. დავამატებდი იმას, რომ რეალურად ახლა არის ჩვენი გარეთ გამოსვლის დრო, იმიტომ რომ აქამდეც დაგვიყვა უფროსმა თაობამ. ჩემი აზრით დღევანდელი მთავრობა უფროსი თაობის მეტი არავის არ აურჩევი არა და ჩვენ მომავალს ეხება საქმე და ჩვენი მომავალზე დგას მაგ მთავრობა ჩვენ და ჩვენ მომავალს ჩვენ თუ არ მივხედეთ დღეს ახალგაზრდები გარეთ თუ არ გამოვიდეთ და დაანახეთ რომ რეალურად მართლა პროცესის ცნობა გვაქვს იქამდე მაგათ თუ ენდეთ აი სადამდე მოვედით დავინახეთ რა საფრთხე ელოდება ემუქრება ახლა თქვენს მომავალს თქვენ როგორ ხედავთ რატომ არ მნიშვნელოვანი თქვენის საფრთხესო აქციაზე ყოფნა ის აქამდე ძალიან კარგად გვახსოვს ისეთმა რაც დაგვიშავა არ ვლაპარაკობ მარტო და რეალურად ძველ დროში ძველ საუკუნეებში აცდებოდა ახლა დღემდეც რეალურად რამხელა საფრთხე აქვს და ძალიან კარგად იცით ელემენტარული უკრაინის მაგალითზეც რა და ჩვენ თუ ევროკავშირში არ შევიდა ევროკავშირში არ დაგვეყარა ძალიან მალე შესაძლებელი იქნება რომ ისე რუსეთის საკუთრებაში დაუბრუნდეთ და ეს სიმწრით გამოვლილი წლები კიდევ ყველას ახსოვს მამე ჩემი თაობას ბებიაჩის თაობას ყველამ კარგად იცის და ძალიან არ გინდა იმ რეალობაში დაბრუნება და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ უფრო წინ
წავიდეთ და მაქსიმალურად კარგი მომავალი დავიწყოთ ჩვენთვის. რას ნიშნავს ევროპა თქვენთვის? რა ღირებულებაა? ახლა თავისუფლებას. საქართველოს ჭირდება ეს თავისუფლება და ჩვენ დამოუკიდებლობა როგორც მოვიპოვეთ, ამ დამოუკიდებლობის დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ვიწევთ ბრძოლა და ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის არც-ერთი ხე არ უნდა დავუყო. ან თქვენ დამოუკიდებლობა ახსენეთ და თქვენ ჯორჯ ორუელის წიგნებით მოხვედით, ძალიან სიმბოლურია. თქვენც ორუელი, ხო? რას გამოხატავს ახლა ჯორჯ ორუელი და მისი იგივე ცხოველების ფერმა თქვენთვის? ჩვენთვის რეალობას, დღევანდელ ჩვენს რეალობას ასახავს ყველანაირად და რეალურად წიგნებში ძალიან ბევრი რაღაც შეგვიძლია გავიგოთ, ძალიან ბევრი ისეთი რაღაცაა შეიძლება სკოლაში ვერ ვისწავლოთ, წიგნებიდან ვიგებთ ბევრ რაღაცას და ნამდვილად ვერავინ ვერ უნდა გავბედოს ჩვენი თაობისთვის, იმიტომ რომ ან გაუნათლებლები ვართ ან რაღაცა, იმიტომ რომ ეხა აქციებიდანაც თბილისის აქციებიდანაც ვრცელდება ვიდეოები, ბავშვები ლექსებს რო უწყნიან და ლექსებს რო წერენ, იმიტომ რომ სამოტივაციო იყოს და ნამდვილად ჩვენი თაობა ყველაფერს აკეთებს, თან განათლებაც მივიღოთ და თან ჩვენ სამწაულს დავეხმაროთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ სულ. ხო, თქვენ ახსენეთ დამოუკიდებლობა. ვფიქრობთ, რომ ეხლა საფრთხე იქნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, როცა ევროინტეგრაციის, არა იყავით, როცა შერდება ევროინტეგრაციის პროცესი, თქვენ ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას? პირდაპირ მაგის საფრთხის წინაშე ვდგებით, იმიტომ რომ არაერთხელ დაგვიკარგავს და რუსეთის კლანჭებში არაერთხელ მოქცეულ ვარ და როცა საბოლოოდ ძლივს მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ჩვენი პირველი პრეზიდენტის განსახილვია წყალობით, ჩემზე ყოველდღე უნდა ვიბრძოლოთ მაგის შენარჩუნებისთვის და დამოუკიდებლობა ისეთი რაღაცაა, ყოველდღე თუ არ ვიბრძოლოთ და ყოველდღე შესანარჩუნებლად ყველაფერი თუ არ გავაკეთეთ, ძალიან მარტივი დასაკარგია და საქართველოს ახლა ჩემი აზრით ყველაზე რთული მომენტი აქვს და დღეს ყველა თუ არ გამოვიდა. დიდი აპატარიანა, აი არ ვიცი, ყველა გიჭირდება ახლა რომ გარეთ გამოვიდეს და დაანახოს სამთავრობას, რომ ვერ გაგვაკონტროლებენ და ვერ წაგვართმევენ იმას, რაც არის ჩვენი. ანუ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება უკვე ნიშნავს იმას, რომ შეიძლება მარტივად აღმოჩნდეთ რუსეთის ხელში. დიახ, ჩემთვის ეხა ევროპა როგორც წეგანდი არის თავისუფლების ყველაზე ერთ-ერთი ვარიანტი ახლა, იმიტომ რომ მარტო რჩებით ევროკავშირის გარეშე რჩებით მარტო რუსეთის ხელში და ხალხი რომ იგახსოვს რუსეთი არის ევროკავშირი, ანუ ყოველგვარ ეგეთ სიტუაციაში თუ არავის დახმარება უჭირდებოდა და იყოს ყველაზე ღარიბი პერიოდი საქართველოსთვის და ხესაც რომ ეგეთ პერიოდში ჩავარდეს, აი არის ძალიან რთული იქნება და ამ შემთხვევაში გვჭირდება ევროკავშირი და დაინახოს მინდა ქართულმა ხალხმა რეალურად გამხელა მნიშვნელობა ექნება ჩვენთვის. ალო, თქვენი სახელი? მარიამ ლოვი. დიდი მადლობა. თქვენს რო გითხრათ იგივე საკითხზე, როგორ უქმნის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას პრობლემას, როცა ევროინტეგრაცია ჩერდება და გაჩერდა პრაქტიკულად უკვე. იცით რა არის, ეხლა რეალურად არსებობს ის ფაქტიც, რომ ევროინტეგრაცია ჩერდება და არსებობს ის ფაქტიც, რომ ამავდროულად რუსეთისკენ ვიყავართ ჩვენს ხელისუფლებას და ჩვენი ყველაზე დიდი მტერი არის ყოველთვის დაიქმნება რუსეთი. და რეალურად რუსეთთან ავტონომიური კავშირი ჩემთვის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მას ანგრევს და მე ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე საშიშიანი ჩემთვის პირადადაც, მაგრამ მაგას არ შეეგუება თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული არც ერთი ბავშვი და არც ერთი ახალგაზრდა და ჩვენ ევროპა გვჭირდება იმისთვის, რომ გავზარდოთ ღირებულებები, გავზარდოთ საქართველოს ძალიან ბევრი რაღაცა, უფრო მთავარი მასზე წამოვაყენოთ და ევროპა იყოს ჩვენი მეგობარი და არა რუსეთი. რუსეთი მეგობრობას არც განიხილება და არც არ განიხილება საკუთარ გარს. რას ეტყოდით უფროს თაობას, ვინც ჯერ კიდევ არ დგას საპროტესტო აქციაზე, რა არის თქვენი გზავნილი? იცით რა არის, ამ ყველა ახალგაზრდების ყველაზე დიდი мотиваცია არის უფროსი თაობა და ჩვენი დედები, მამები, ბებიები და ბაბუები ჩვენთან ერთად მოდგანან და ჩვენი მასწავლებლები რომ ჩვენთან ერთად დგანან, მაგაზე დიდი мотиваცია არაფერი არ არის. ბებია ჩემი რომ გულშემატკივრობს და ყოველთვის რომ აი პირველს გადამწყვეტ და ისე. რას გაუგნებათ ბებია? ყოველთვის ჩემკენ არის და სულ იზიარებს ჩემს პოზიციას ყველაფრის და მიუხედავად და ეს ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თან თელი მამე ერთად ვიყურებთ მერე თბილისში რა ხდება აქციები და როგორები და მართლა ყველა უფროს თაობის დანახვა უდიდესი мотиваცია არის რომ ვიცით რომ ჩვენკენ არიან ყველაფრის და მიუხედავად და არ არიან აყოლილები სხვადასხვა ინფორმაციას რომლებიც ვრცელდება რაღაცა უაზრო რუსული პროპაგანდული მედიებიდან და ქართულ
და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი დიდი და უფრო ცხოვრება შემოგვიერთდება. დიდი მადლობა, თქვენი სახელი შემოგვიერთდება. ელისავე ჯიკაძე. რომელია თქვენი საჯარო სკოლა? მეორე საჯარო სკოლა. დიდი მადლობა. ასეთი მოსწავლეების გზავნილები ბათუმის საპროტესტო აქციიდან თქვენ მათ უსმენდით. გრძელდება საპროტესტო აქცია ბათუმში აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან უკვე მერვე დღეა უწყოდათ იკრიბებიან მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით ასევე ბათუმში და გამოხატავენ პროტესტს ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების გამო. ისინი ამბობენ, რომ ეს პირდაპირ უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას, ამიტომაც ახლა გაჩერება არ შეიძლება, რადგანაც დავიკარგებით ჩვენ როგორც ქვეყანა. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ. ჩვენ ახლა საკონსტიტუციოს წინ ვართ. რას ეტყოდით ამ მოსამართლეს, რომელიც უარი თქვეს განეხილათ სარჩელი, პრეზიდენტის სარჩელი, რომელიც შეეხებოდა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას. მადლობა, თქვენი სახელი? მეგაფონიდან თემო ტარიელაძე მიმართავს ახლა შეკრებილ ადამიანებს. ეს სტუდენტია, რომელიც დაიწყო საპროტესტო აქციების სხვა სტუდენტებთან ერთად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოვისმინოთ. მოდი გითხარით, დღევანდელი შეგრძნება როგორია თქვენი და დღევანდელი შემართება? როგორც აქამდე მზად ვიყავით ყველაფერი, ახლაც ზაგორაკის და მომზადებული ვარ. ყველაფერი საერთო რა, ამაგან ყველაფერი არის მოსაუბრებელი. სკოლავი რა ინტერესებს. მადლობა, დიდი მადლობა. დააფიქსიროთ დავითის სამოქალაქო პოზიცია. მოთხოვნა არის ორი ძირითადი ჩვენი შეკრებისა. ერთი ჩადარდეს ხელახალი არჩევნები, ახალი ცესკოთი, ახალი ადმინისტრაციით, ხოლო მეორე ყველა უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანი გაათავისუფლოს სისტემა. ეს არის ჩვენი მოთხოვნები და გვაქვს გეგმა. ეს გეგმა არის რომ ვიბრძოლოთ დაუღალავოთ, ვიბრძოლოთ ყველა იმ მშვიდობიანი ფორმით, რასაც ჩვენი დაცვის ობიექტი, ჩვენი კონსტიტუცია გვაძლევს. სწორედ ამიტომ ჩვენ დგავართ აქ და ვამბობ ჩვენ სამოქალაქო პოზიციას, არა რუსულ ხელისუფლებას, კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს, არა ძალადობას, საქართველოს გაუმარ! ეს იყო თემო ტარიელაძე, სტუდენტი ბათუმიდან, ერთ-ერთი პირველი მათ შორის, ვინც დაიწყო საპროტესტო მოძრაობა ბათუმში. მეგობრებო, ძალიან მოკლე განცხადებას გეტყვით. რამდენიმე წუთის წინ გამოვედი აჭარის ტელევიზიიდან Zoom განათლების პლატფორმიდან და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ყველაზე ოპოზიციური ეთერი აჭარის ტელევიზიაში და ეს არის თქვენი დამსახურება და თითოეული აჭარის ტელევიზიის ღირსეული ჟურნალისტი არის მადლობელი თქვენით და მინდოდა ეს გადმომეცა და თუ უყურებთ ამ ეთერს, თავადაც გადმოგწეს.
ეს მათი ფედერაცია სტუდენტი ასევე ბათუმის უნივერსიტეტიდან. ინფორმაცია რომ მოგაწოდოთ მეგობრებო, ველოდებით გენერატორს და ჩაირთვება დიდი დინამიკები. საბოლოო ჯამში როგორც ჩანს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითარჩეული მთავრობის მეთაურიც შეწუხდა და გუშინ განცხადებაც კი გაავრცელეს. თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ჩვენი პროტესტის შედეგია შანტაჟი და შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩავარდა. რა სისულელეა ბატონო თორნიკე? დღეს აჭარლები, მათ შორის ხულოში, მათ შორის ბათუმში, დგავართ გარეთ, ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, ვაპროტესტებთ დარღვეულ კონსტიტუციას და ვინ მოგცა თქვენ იმის უფლება, რომ ასეთი შეფასებები გააკეთოთ? ჩვენ აქ ვაპროტესტებთ იმას, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უსწორდებიან საშინლად, ძალადობენ, უკანონოდ იჭერენ და სათხარ თქვენ რატომ არ გადმოდიხართ კონტაქტზე? თუ ნამდვილად გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ხართ, გამოდით მაშინ და დაგმეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ 2028 წლამდე უნდა შეჩერდეს საუბრები ევროინტეგრაციის საკითხებზე. გამოდით და თუ იმის პრეტენზია გაქვთ, რომ მაგარი კაცი ხართ, პლეილისტებზე ნუ გველაპარაკებით თქვენი სიმღერების. გამოდით და დადეკით თქვენ ხალხთან, მაგრამ თქვენ ვინ ხართ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებაში ღებულობდით მონაწილეობას. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც უგულოდ ყავით თქვენი მოქალაქეების სიტყვა ისევე როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ. სწორედ ამიტომ თქვენ წახვალთ სახლში ისევე ხელახალი არჩევნების შემდეგ, როგორც იზრდა ივანიშვილის სხვა მოსამსახურეები. თქვენ აუცილებლად უნდა გესმოდეთ ჩვენი ხმა, ვიცი გეშინიათ დათმობთ თქვენი სკამი, მაგრამ ამ კუთხეში, ამ რაიონში ასლან აბაშიძესაც კი დაათმობია ქართველმა ხალხმა სკამი. სწორედ ეს ბედიკელი თქვენს. ისმენთ სტუდენტებს, რომლებიც ახლა მიმართავდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბათუმში. უკვე მერვე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით და არახალ ბათუმში. მოქალაქეები იკრიბებიან უწყვეტად და ძალიან მკაფიოა აშკარა შემართება, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, ვიდრე არ შესრულდება მოქალაქეების საზოგადოების მოთხოვნა, რომ ჩატარდეს ხელახლა სამართლიანი არჩევნები სამართლიან გარემოში და გადადგეს მთავრობა. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. როგორია დღეს თქვენი გზავნილი ამ აქციიდან? ძალიან ვარ გაბრაზებული და ვცნობ ყველანაირად შეურაცხყოფილად, მოტყუებულად, დამცირებულად საფრთხო ვერ გავიგე. ეს არ არის ქვეყანა, ეს არ არის ხელისუფლება, არა ლეგიტიმური საქართველოში. ეს ყოფახიცის გამოსვლას უსვენი, ზოგიერთი ოხანდაშვილის გამოსვლას და მაშინ მივხვდი, რომ არა, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად არის. ძალიან ცუდად არის. რა ეტაპზეა ახლა ქვეყანა? თქვენ როგორ ხედავთ საფრთხეებს ამ ქვეყანაში? სამწუხაროდ ძალიან რუსეთის იგივე გზას გავდივართ ალბათ, რუსეთშიც ესე დაიწყო.
ოპოზიციონერებს სახში უარდებიან, კეთილკარებებს ჭრიან, ომონი, რუსეთი გუმართავს. პუტინის დავალებებს რა დასტურებს ამას, რა აჩვენებს თქვენთვის, რომ რუსეთი მართავს პროცესს საქართველოში? ივანიშვილს პუტინი მართავს და იქიდან მოხდა ბრძანება. პუტინი აქებს მე ჩვენ თავად მაგას მეტი გახსოვს. როგორ შეიძლება განვითარდეს ეს პროცესები? რა არის საჭირო, რომ მე მგონი პრეზიდენტის უპროასტ განვითარდეს ეს წინამდებობა? პრეზიდენტის უპროასტ რა შეიძლება გააკეთოს პრეზიდენტმა? პრეზიდენტს კიდე ბედის პროგრამა შეუძლია და მგონი მე არ უნდა ურჩიო საკმარისი მრჩეველები და მას აქვს ბევრი გზა რომ შეიძლება ეს აი თქვენ რას ურჩევთ როგორც ერთი მოქალაქე? თქვენ გააქვთ აბსოლუტურად ამის მე მგონი ლეგიტიმიტეტი. მოდის უკვე ის რომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ხო, მაგრამ ამას სამართლებრივი საფუძველი ჭირდება და შეთანხმება. მაგრამ პრეზიდენტი თემსოფლიოზე არ გავლენა გამოშვას მიშა იარო არ საერთაშორისო მომხრე არ ხდება ყოფილი პროგრამის ამჟამად ხო, მაგრამ მას ბრალდებული სტატუსიც აქვს და ის მაინც ვერ გამოვა. პრეზიდენტმა გააკეთოს თავის საქმე და მე რა მოხდება ეს ჰა, გავიგეთ. მადლობა, თქვენი სახელი? გვარი? რუსეთის მოქალაქეებს ბათუმში საპროტესტო აქციიდან გრძელდება ახლა საპროტესტო აქცია ბათუმში. უწყვეტია ეს საპროტესტო მოძრაობა, უკვე მერვე დღეა ადამიანები იკრიბებიან და ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას სამართლიან გარემოში, ასევე მთავრობის გადადგომას. მოგესალმებით. რო გაგესაუბროთ, თქვენ გუშინ შეგწერეთ ჩვენს ლაივში, მაგრამ დღეს როგორია თქვენი შეგრძნება? რამდენი დღეა უკვე თქვენ გახართ ამ აქციაზე? ვიკები მიხადამდე ხანსაც საჭირო იქნება აუცილებლად. არ დავიღლებით, არ შევშლებით. ერთადერთი საქმე მაქვს ყველასთან, ყველა გამოვიდეს. უკვე რღვევა იწყება შიგნიდან სისტემის, აი თქვენ ყველამ გაგაცალვა. რა ჩვენებს თქვენთვის ამას, რომ იწყება რღვევა? იქნება საკაული შემთხვევებია. დღეს გაავრცელა განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ არაფერი მასობრივად არ ხდებაო, რაღაც შეიძლება საკაული შემთხვევები იყოსო. რა თქმა უნდა. ხო. იმან უნდა თქვას ის, რაც უნდა თქვას, მაგრამ რეალობა კიდე სულ სხვა რამეა და ასე რომ კიდე ყველა სპეციალიზმელს ეგონა რომ არ გაიშიფრებოდნენ თავიანთ მაშინ დამაგულები და ოჯახებს არ შეაცხოდნენ, მაგრამ მე უბრალოდ ის დედები მეცოდებიან, რამდენი ვიდეო ნახეთ მართლა უწყლად მეცოდებიან ის დედები და ის მშობლები ტირიან, უბრალოდ ტირიან, როცა მშობელს ეუბნები არ შეგარცხვენო და ის იმასთან მიდის ჟურნალისტი თავის შვილის სახელი გვარი და იტყუნება რომ შენ ამას ბავშვებს ხოცავს, სცემს დედა უბრალოდ ტიროდა გულწრფელად შემეწოდა რატომ აკეთებთ? რატომ აკეთებთ? გონათ არ გაიშფოთებოდნენ, მაგრამ ბაბუებები ის ნათქვამია დედამიწა კიცარიაო, ყველაფერი გამჟღავნდებაო და ასე რომ არაფერი დაიმალება. თუმეტეს დღევანდელ დღეში, დღევანდელ კომპიუტერულ განვითარებაში დამალული არაფერია და ვერც დაიმალებიან. მაგრამ ჩვენ ხედავთ რომ ქართული ოცნება გადავიდა რეპრესიების ეტაპზე. ხო, ასევე წამებად აფასებს იგვე სახელმწიფო დამცველი პოლიციელების ქმედება, როცა ისინი აკავებენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს და მათზე ძალადობენ. ამ ვითარებაში რამდენად ფიქრობთ თქვენ რომ შეიძლება გაფართოვდეს და გაძლიერდეს ეს საპროტესტო მოძრაობა ისე რომ ივანიშვილს მოუხდეს
ნაბიჯის უკან გადადგმა და იგივე ხელახლა არჩევნების გამოცხადება ქვეყანაში. როგორც გაზაფხულზე იყო, აი უკვე დაიწყო რეკვები, დაშინებები, მაგრამ აი ისინი ვისაც დაურეკეს და ვის შეშინებას აპირებდნენ, აი დღესაც აქაც ვხედავ იმ ბავშვებს და იმ ხალხს და იმ ახალგაზრდებს არც ეშინია და ერთი ის თუ იყო და იმას დაურეკეს და იმას შეეშინდა, იმას თავისი ამხანაგი გამოყვა, რომ აი როგორ გაბედეს და კიდე რას იქნება. გაზაფხულის სცენარია იგივე რა, გაზაფხულის სცენარს იმეორებენ და გაზაფხულზე არ გავიდათ და არც ახლა გავიდათ. ან რა ცდილობს ახლა ქართული ოცნება თქვენ დაგურებით? ხალხი შეშინებას და ტერორებას, მაგრამ ვერ ატერორებს ხალხს, ვერ აშინებს და ვერ ხდება და თვითონ მონებიც არ არიან უბრალოდ. მონაც კი იბრძოდა თავისუფლებებისთვის, ეგ სპარტაკის აჯანყება არის, იქ რამდენი აჯანყება არის, მონათა აჯანყება, ისტორია არის, მთელი სოფიოს ისტორიები. ეგენი მონებიც არ არიან, ეგ საცოდავები. უბრალოდ რა არსებები არიან, მაგათ სახელიც არა აქვს რა. მოღალატეც ცედმეტია მაგათი, მოღალატეებიც არ არიან, აი არ ვიცი რა ქვია. ან რატომ არ არიან მოღალატეები? მოღალატეები იმიტომ არ არიან, რომ ისინი მაინც რაღაცას ემსახურებიან და ესენი არც არაფერს ემსახურებიან, ვერ ხვდებიან, არც იციან რა ქნან და როგორ გააკეთებენ. მოღალატეებიც არიან, მონებიც არიან, მაგრამ ერთდროულად ვერც არიან. მონა მაინც იბრძოდა თავისი უფლებებისთვის და მოღალატე კიდევ თუ ღალატობდა იქ მტრის ბანაკში იყო და ესენი ვერც მტრის ბანაკში გადადიან, ვერც აქ არიან და რაღაც არსებები არიან და არარავები არიან. ჯერ კიდევ მათ ხელშია ხო ფიზიკური ძალა ხოდში. იგივე პოლიცია, სპეცრაზმი, რობოკოპები, რომელსაც აქაც გვაჩვენებენ ბათუმის აქციაზე, სასამართლო, პროკურატურა, ამას რა გამოსავალი რჩებათ მოქალაქეებს? როგორც ყოველთვის აქ შერეული თაობა არის, ხომ უყურებთ, შერეული თაობა არის, თითქმის 4 თაობა არის აქ. კი, ყველა თაობის ადამიანს ვხედავთ ამ აქციაზე და სხვადასხვა პროფესიის ადამიანს. კი, და ბურჯულაძე რომ გამოვიდა და აი დილიდან დავიწყოთ, აი ჩვენ დავიწყოთ, ბაბუებმა დავიწყოთ დილიდან ქუჩებში დგომა, რომ საღამოს დაღლილი იყოს ეს პოლიცია და ეს ზონდერ ჯგუფები, რომ საღამოს ბავშვებზე ანგაისტორების თავიც აღარ კონდეთ და აი იმის ჯანიც აღარ კონდეთ, უნდა დავღალოთ ესენი. უნდა დავღალოთ სხვაგზა. ანუ შესაძლებელია თქვენ ასე ხედავთ, რომ შეიძლება დაღალოთ იგივე სპეციალიზმი, რომელიც ახლა დგას მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პირისპირ და არ ბევრს ამ აქციებს. ჯერაც შიგნიდან დაიწყო, რომ რამდენმა მოადგილემ ადგილდა ტოვა თითოეული რაღაც არის გამონათებები შიგნით, მაგრამ როცა ის სპეცრაზმელი ხედავს, რომ გაიშიფრა, იმასთან მივიდა ჟურნალისტი. ჟურნალისტმა ეს ყველა ვიდეო ხომ გაავრცელა მთელ მსოფლიოში ხომ გაავრცელდა. მე დარწმუნდა, როცა დედას ეუბნები არ შეგარცხენო და ის დედა გამოდის და ტირის მთელი ცხოვრება თავდახილმა უნდა ვიარო. თუ ოდნავი რამე მე ახლა სამშობლოს სიყვარული მაგას არ აქვს და მოძმის სიყვარული მაგას არ აქვს, ცხადზე უცხადესია, მაგრამ ნუ თუ თავისი დედა მაინც არ ეცოდება. არ თქვენ რომ გაძლიერდება ეს მუხტი და ეს რღვევა, რასაც თქვენ ახსენებთ. თავისი ოჯახების შერწყობა, უბრალოდ თავისი ოჯახების შერწყობა, თავისი შობლების, შვილების, შვილიშვილების, უბრალოდ თავიანთი ოჯახების შერწყობა. იმათ მე დარწმუნებული ვარ, ოჯახში მისასვლელი პირიც არა აქვს. არ მიასვლელოთ, უბრალოდ არ მიასვლელოთ ოჯახებში. იმ ქალის შვილი როგორ უნდა დაენახოს თავის დედას. აი როგორ უნდა მივიდეს დედასთან. დედა გამოდის და ტირის ფეცხოვრება თავდახილმა უნდა ვიარო და ის უნდა მივიდეს და დედას ჩაეხუტოს. ის დედა არ მიიღებს. მადლობა, დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი მოსაზრება კიდევ ერთხელ ჩვენს ეთერში. რუსთაველი საპროტესტო აქციის მონაწილეების ნაწილი ახლა გადავიდა ბარბარეს ეკლესიასთან, სადაც პარაკლისი იმართება, როგორც ცოტა ხნის წინ გაჟღერდა ამ საპროტესტო აქციაზე. აქ გრძელდება საპროტესტო აქცია.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შეერთების წინ, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ასეთი ვითარება ბათუმში, ბათუმის საპროტესტო აქციაზე. დღეს საპროტესტო მსვლელობაც მოაწყოს ბათუმში სტუდენტებმა, ბათუმის ქუჩებში, მანამდე ისინი შეიკრიბნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან და შემდეგ ისინი შედეგად მოაწყოს საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის ქუჩაზე, ასევე მემედაბაშის გამზირზე და მოვიდნენ აქ საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ამ დრომდე გრძელდება ეს საპროტესტო აქცია. ეს უკვე მერვე დღეა, როცა ადამიანები გამოდიან ქუჩაში და ითხოვენ ხელახლა არჩევნების ჩატარებას. მოდით რომ გაგესაუბროთ, თქვენ სტუდენტი ხართ, ხო? როგორია თქვენი შემართება დღეს? უკვე მერვე დღეა, რაც თქვენ ხართ ქუჩაში და გრძელდება საპროტესტო აქციები. როგორ წარმოგიდგენიათ გაფართოება და გაძლიერება ამ წინააღმდეგობის, ამ საპროტესტო მოძრაობის, როცა ქართული ოცნების ხელშია მთელი საპოლიციო ძალები, ჩვენ ვხედავთ როგორ არბევენ მშვიდებიან მომიტინგეებს, როგორ ძალადობენ მათზე, ასევე დაიწყო რეპრესიები, მასობრივი გახდა, ხო გუშინ კიდევ უფრო მეტად, როცა დააკავეს პოლიტიკური ოპონენტები და ასევე სამოქალაქო აქტივისტები. როგორ ხედავთ თქვენ ამ პროცესის განვითარებას? კარგად ხედავთ, რომ ამ პოლიტიკის მიუხედავად ევროპული სულის მქონე ქალაქში ფაქტობრივად მუხტი ისევ არსებობს, ხალხს აქვს სურვილი, ხალხს ნათლად აქვს დაფიქსირებული, რასურს მას შესაბამისად როგორც ხალხის რაოდენობა ამ თქვათ ერთი კვირა როგორც აღნიშნე ხა განუწყვეტლივ მიმდინარეობს აქციები, მაგრამ არ წყდება ხალხის ნაკადი და ხალხი დაფიქსირებს თავის აზრს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბათუმელი ახალგაზრდები და მოქალაქეები, რომელსაც ნათლად გაჩნდებული მიზანი, რა თქმა უნდა, არ მოიწევიან და ეს ყველაფერს ხატობს ხალხის რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და კატად დავინახეთ. თუმცა ფაქტობრივად სხვა ხალხი იყო, რომელიც გადაადგილდებოდა ბათუმის ქუჩებში, რადგან მათ აქვს გამოხატული რასი. ეს შესაბამისად ეს ყველაფერი მართლაც თქვენი სახელი შევახსენეთ? მადლობა. მოგესალმებით. დღეს რას ეტყოდით თქვენ თანამოქალაქეებს? ცოტანი ვარ და ძალიან სამწუხაროა. მეც არაფერს არ ვიცი. თქვენ? მე ვიტყოდი რომ გონია რომ განწყობა ხალხში რომ თუ თბილისი გაჩერდება, ბათუმელები გაჩერდებიან. და მგონია რომ ანუ ეგ არასწორი იმედია და სპეციალურად შემოდის ეს ყველაფერი რომ ჩაეშვას განწყობა ბათუმელებში რა. რაც იმას ნიშნავს რომ არიან ვიღაცები ვინც სპეციალურად ავრცელებენ ამ იდეებს და მე მგონია რომ ბათუმელები არ დანებდებიან და არ უნდა დანებდნენ. ან მნიშვნელოვანია რომ საყოველთაო იყოს ეს პროტესტი ყველა ქალაქში იყოს. ამას ანუ აქცენტი იმაზე კი არ იყოს გაკეთებული რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ თბილისს, იმიტომ რომ თბილისში ძალადობრივი აქტივობები ხორციელდება და ჩვენ მხარს ვუჭერთ თბილისს, აი ეს ფრაზები არ უნდა ისმოდეს რეგიონებში, მათ შორის ბათუმში გამართულ აქციებში. მით უმეტეს ბათუმში, რომელიც არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ნიშნავს დამოუკიდებელ კონსტიტუციას და დამოუკიდებელ მოთხოვნებს, რომელიც ასევე შეგიძლია წააყენოს. ეს ეხება ყველა მოქალაქეს ამ ქვეყნის ყველა ნაწილში, ხო ის რაც ეხლა ქვეყანაში ხდება და არ მხოლოდ თბილისს. განსაკუთრებით თბილისში ძალადობენ, განსაკუთრებით მშვიდობიან საპროტესტო აქციის მონაწილეებს და იქ არის კიდევ უფრო
ძაფრია ეს შემთხვევები, ხო, როცა წამებას უტოლდება ეს შემთხვევები, ეგრე სახელმწიფო ამბობს. ასევე საერთო შეფასებაც იგივეა, რომ არის წამება. დამვითარებაში, როცა ესეთი მოცემულობა გვაქვს, ხო, როცა ადამიანს აწამებენ პირდაპირ თქვა, რა გამოსავალი რჩება, ეხლა თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის განვითარებას? სახალხო მოძრაობა. წინამდებობის სასარგებლოდ. სახალხო მოძრაობა არის მხოლოდ გამოსავალი, მეტი ვერაფერს ვერ ხედავ, რადგან თუ სამართალი არის სამართალს, მხოლოდ ხალხი არის სამართლის დამცველი. ანუ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში და იყოს უწყვეტი ეს პროტესტი. კი ბატონო, ემპათია მეტი ჩვენ შორის, ჩვენს ერში, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ ადამიანები ვერ ხედავენ რაღაც კონკრეტულ გეგმას, კონკრეტულ ლიდერებს ამ საპროტესტო აქციებზე, მათ შორის ბათუმში, ის ახლა თვალს ადევნებს ჩვენს პირდაპირ ეთერს, მათ რას ეტყოდით, თქვა, რა იქნებოდა თქვენი გზავნილი მოქალაქეებისთვის? თუ ისინი ვერ ხედავენ რა ხდება ქვეყანაში, მაშინ ჯობია რომ თვალი გაახურონ. შეხედონ სხვადასხვა მხარეებს, შეხედონ პროვოკაციულ ტელევიზიებს, ამაში არ გულისხმობენ მხოლოდ იმედს, სხვადასხვა ოპოზიციურ ტელევიზიებსაც მათ შორის. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ ჟურნალისტებს არ აქვს კრიტიკული კითხვები ყველა პარტიასთან. პრობლემა იმაშია, რომ ჟურნალისტები ზოგჯერ კონკრეტული ჟურნალისტები არიან მიკერძებული კონკრეტული სხვადასხვა ტელევიზიები. და ძალიან ცოტა დამოუკიდებელი ტელევიზია არსებობს. არ გაგვიწყდეთ რა არის ჟურნალისტური ეთიკა და მესმის რომ მოქალაქეები ხართ, მაგრამ აი ეს მოსამართლე თუ ამბობს რომ მე კონსტიტუციას თუ არ მიჩივლებ იმას რომ არ ღვევს სასამართლოს 58 მუხტს არ ღვევს და 78-ს მოიტანთ იმას რა ქვია სარჩელს მანამდე არაფერს არ ვიტყვიო მაგ შემთხვევაში ან მაშინ რა გამოდის ვინიცავს სამართალს ქვეყანაში ხო ან მაშინ ცირკია ეს ყველაფერი და რაღაც დადგმული თამაშია და მე მგონია რომ ხალხი მაგ ყველაფერს ხვდება და მაგიტომაც არიან გარეთ ყველა ქალაქში ჩოხატაურში ხალხი არასოდეს არ გამოსულა 1921 წლის გურიის დამოუკიდებლობის განცხადების მერე ეს პირველად ხულოშიც გაიმართა გუშინ აქცია ხულოს ცენტრში და ძალიან მიზანი მუნიციპალიტეტშია ეს აქციები. ასევე მგონია რომ ხალხმა უნდა მოითხოვოს სამართლიანად ყველა ამ ადამიანს სახელები და გვარები თუ არა ნომრები მაინც ჰქონდეთ იმისთვის რომ მათ პოლიციელებს ხო სპეცრაზმელებს როგორღაც მათი იდენტიფიცირება ხო უნდა მოხდეს და რაღაც ტელევიზიებს ჟურნალისტებს არ უნდა უწევდეთ სირბილი მათ სახელებს ამოცნობაზე ან ეს ყველაფერი უნდა იყოს მინიმუმ სამართლოებიდან კონტროლი მე რა ვიცი ეს ადამიანი ვიღაცა ბანდიდან არ არის ინგლისური ლათინური ასოებით ქურთულზე დაწერა მეც შემიძლია ესეთ ფორმის შოვნა მეც შემიძლია და თუ არ მექნება რაიმე სამართლებრივი ღირებულობაში რატო უნდა მოусმინო ამ ადამიანებს ხო ანუ ესენი რას იცავენ და საერთოდ ვინ არიან რაღაც ბანდა არის ხო ბანდა ანუ რომელსაც არ განაგებს არავინ ეგ არის ჩემი აზრი რომ რაღაც ნომრები აუცილებლად უნდა ქონდეს თქვენი სახელი შემახსენეთ მე მარიამ გახლავართ ზღარბაძე მადლობა ხوار დაამატებთ რამეს მე იმას დავამატებ რომ თქვენ აღნიშნეთ წეგან რომ აქციები უნდა იყოს უწყვეტი როცა მარშზე დავდივართ ფიქრობთ ჩვენ და ჩვენი თანამოაზრენი კიდევ ვიღაცები ვართ ვინც ფიქრობთ ესე რომ როცა გავდივართ მარშზე ვაძლევთ სპეციალიზმის ფუნქციებს ვაძლევთ შესვენების უფლებას და როცა უკვე ეს მარში აქ ბრუნდება ამ ლოკაციაზე ესენი ბრუნდებიან მე ვფიქრობ რომ საპროტესტო აქცია უნდა იყოს პროტესტო და არა მშვიდობიანი აქცია და არც გრავი აქ ადამიანები გამოდიან გოგობიჭები სპეციალისტიდან სელფებს იღებენ ერთობიან კონტაობენ და ასე შემდეგ და საღლიცინო გამბილოდ არ გვაქვს საქმე რა ამას ვიტყოდი ანუ ხარი გაბრეზების დრო თქვენ ასე ხედავთ იმიტომ რომ აი რა შეეხება იმას რომ თავზე ხელაგებულები არიან ეს სპეციალისტები რაც თბილისში ხდება და ძალადობენ სასტიკას და ყოველდღე ვადევნებ თვალყურს ტელევიზორში და ჩემი წესები ვიყურებ და ვიც ავტომატურად ვიყურებ ძალიან საშინელება ხდება და მართლა არ ვცალია ეს ჩვენ კარგად უნდა გავათვიცნობიეროთ ეს ჩვენ ყოველ წამს უნდა გვახსოვდეს რომ აი ეს კადრები ჩვენ თავში უნდა იბეჭდებოდეს და აი სულ მუდმივად უნდა გვახსოვდეს ანუ სასაცილო და მზესუმზირი საჭიროა და არ ვცალია რაც აი გუშინ დავაფიქსირე გადაუღე და აი თბილისშიც ანუ აი სიცხვილია მართლა რა რაღაცას ვიტყვი რა შეიძლება ანუ ის რომ მურუსიძე და ხარ
ატარება ნაცმოძრაობის დროსაც იყვნენ შემსრულებელი ტიპები და მაშინ ისინი იყვნენ ბოროტები და ეხლა არიან სიკეთის დამსველები. აი ხალხს მინდა მიმართო, რომ სად არის თქვენი კრიტიკული განშტის უნარი, რომ ეგენი მხოლოდ და მხოლოდ სისტემური მილები არიან, წყლის გამშვები, მეტი არაფერი. ჩვენ უდანაშაული პატრულის ამ სპეცრაზმის არ დამსჯელობის სცენი უნდა მოვიშოროთ. ეგ უნდა მოვიშოროთ, აუცილებლად. რაც შეეხება მარშს, მე ვფიქრობ, რომ იმას კი არ უნდა გაიმართოს მარში, როცა გადაადგილება ხალხს არ ჭირდება, აი როცა სამსახურები და სკოლები როცა იწყება, აი მაშინ უნდა მიმდინარეობდეს ეს მარში და უკვე აი საყოველთაო შეკრებისკენ როცა მოუწოდებ ხალხს, მაშინ ეს დასრულებული უნდა იყოს. და პარალიზება უნდა მოხდეს აი ამ დროებში, როცა სკოლები ხალხი მიდის აი საჯარო სამსახურებში და ეს უბრალოდ სწორი იქნება და მგონია რომ თქვენც ესე ფიქრობთ. ვინ და მიიღოს ამაზე გადაწყვეტილებები საინტერესოა, ხო? იმიტომ რომ ამ აქციების ერთგვარი ორგანიზატორები მაინც უფრო არიან პოლიტიკური პარტიები, ხო? ხო და ეს ძალიან სამწუხაროა. მიუხედავად და შეიქმნეს თუ არა ყველა ხალხს აქვს მოქალაქეობრივი ჯგუფები, რაღაც სალსალკე საპროტესტო ჯგუფები, რომლებიც რაღაც თავის სტრატეგიას განსაზღვრავს. არ მაქვს მაგის თავი რომ ვიღაცები შევკრიბო რა. მაგრამ აი ის მიხარია რომ ჩვენს აზრზე ვინც ვართ მეგობრები გვემხრობიან არიან აი საღად მოაზროვნეები რომლებიც აი მართლა გაბრაზებულები არიან რა და მართლა აი გათვითცნობიერებულად და რეალურად ხედავენ რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში რა მართლა ქვეყანა თავზე გვენგრევა და ეს ჩვეულებრივად სამოქალაქო ომი არის ოღონდ არაოფიციალური და მართლა ანუ რავი რა ცოტა გამოფხიზლდეთ უნდა უკეთესად რა დიახ მესმის მადლობა თქვენი სახელი შემეხსენეთ ვარი შარაძე იმონა შარაძე მადლობა ასეთია განწყობა ბათუმში საპროტესტო აქციაზე თქვენ უსმენთ საპროტესტო აქციის მონაწილეებს რომელიც გვიზიარებენ ახლა თავიანთ ხედავს როგორ შეიძლება გაძლიერდეს ეს წინამდებობა მათ შორის ბათუმში ქვეყნის მასშტაბით რომ ანგარიშგასწევი გახდეს ეს პროტესტი პირველ რიგში იმ კუთხით რომ მართლაც შედგეს შესრულდეს ამ საპროტესტო მოძრაობის მთავარი მოთხოვნა რომ ჩატარდეს ხელახლა ნარჩენები ქვეყანაში სამართლიან გარემოში და გადადგეს მთავრობა უკვე მერვე დღეა რაც ბათუმში და ქვეყნის მასშტაბით გამოდიან ადამიანები ქუჩაში უცდელი მოთხოვნით რომ გადადგეს მთავრობა და ჩატარდეს ხელახლა არჩევნები და აქ გამოსული ადამიანები თვლიან რომ ეხლა არ არის გაჩერების დრო როცა საქმე ეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას მაშინ როცა საქართველოს შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად და პირდაპირ შეუქმნა საფრთხე ამ ქვეყანას ის აღმოჩნდება რუსულ ორბიტაზე თუ კი ესე გაგრძელდება ეს პროცესები შეკრებილები ასე ფიქრობენ და ამიტომაც ამ პროცესს შეუერთდა ძალიან ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი სტუდენტები კაპიცულები არიან ასევე სკოლის მოსწავლეები დღეს სტუდენტები შეიკრიბნენ კიდევ ერთხელ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესასვლელთან და იქიდან დაიწყეს საპროტესტო მსვლელობა ამ გაფუძნებას სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ასევე უერთდებიან ამ დრომდე ასევე საჯარო მოხელეები იგივე აჭარის ფინანსისა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი გაყოფილების უფროსი შეუერთდა ამ გაფუძნებას ასევე ბათუმის დრამატული თეატრის თანამშრომლებიც გაიფიცნენ უკვე გუშინ და კიდევ უფრო ფართოვდება და ძლიერდება ეს საპროტესტო მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით. ასეთია ვითარება ამ დროისთვის ბათუმში საპროტესტო აქციაზე ჩვენ ვრჩებით შემთხვევის ადგილზე და უცბად მოგიყვებით აქ მოხდარ ამბებზე ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯირან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მადლობა ყურადღებისთვის დროებით